მშვიდობისათვის აქ იმდენი საპატიო ადამიანს ვხედავენ ქართული საზოგადოებიდან, რომ აი გული მიჩქროვდება რა. ეხლა მე გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ცოტა უმანური საქმეა გვარების ჩამოთვლა, მაგრამ თქვენ თვითონ ნახეთ, რომ აი ქართული ესტრადის ვარსკვლავები აგერ გვესწრებიან და ქართული კულტურის მოღვაწეები. მე მინდა მივესალმო ჩინეთის მისაღმრთებულებას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბატონ ჭაო ციეს. ჩვენის ნებართვით მინდა მივესალმო მისაღმრთებულებას თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ სეით მამედოვს. ჩვენის ნებართვით მინდა მივესალმო საქართველოს პარლამენტის ძალიან პოპულარულ დეპუტატს და ჩემი ახალგაზრდობის მეგობარს ბატონ ლადო ოჟაძეს. ეხლა ჩვენი ფილმი მე ისე განსაზღვრე, რომ არ მიყვარს ხოლმე, როდესაც მაყურებელი ელოდება, რომლის დამთავრება ფილმი. პირიქით, იქით უნდა იყოს, რომ რამალე დამთავრდა. ასე რომ ფილმი იქნება 45 წუთიანი, ფილმის შემდეგ ჩვენ ვიხმობთ აქ ფილმის გადამღებ ჯგუფს და ვისაც გექნებათ უკვე აი ცხელმულზე რო იტყვიან ესე იგი ესეთი ემოციური განწყობები, ყველა შეგიძლიათ ორიოდე სიტყვა გძანოთ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ახლა მე მინდა სიტყვა მივცე ჩვენი კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ცნობილ კინორეჟისორს ბატონ გოგი თორაძეს, რომელიც მოგვესალმება როგორც აი ამ სახლის და ჩვენი აკადემიის მთავარი მასპინძელი. მოგესალმებით, კარბატონებო და ბატონებო. ძალიან პირველ რიგში მინდა მიულოცო ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და მადლობა გადაუხადა ბრძანებისთვის თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ძალიან მიხარია, რომ აი დღეს ჩემი კოლეგის პრემიერა შედგება აქ და როდესაც გავიგე ბატონ ტელევიზიისგან, რომ დღეს დაესწრებოდა ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები ელჩის მეთაურობით, მე მინდა რამოდენიმე წუთი წაგართვა თქვენ და გითხრათ, რომ თუ შეიძლება რომ გადაუთარგმნოთ ელჩს. მოდის, ხო? კი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოჯახის ისტორია ჩინეთთან დაკავშირებულია ძალიან მჭიდროდ. მამა ჩემი ნიკოლოზ თორაძე 1 წელი ცხოვრობდა პეკინში, 51 წლების დასაწყის ადგილ და სტალინის ბრძანებით გაიქცევა ომის შემდეგ ჯგუფი, რათა ჩინელებთან ერთად მამა ჩემი იყო მექანიკოსი ავიაციის, სამხედრო ავიაციის და ასწავლიდნენ ჩინელებს აი ამ მეგობრობიდან გამომდინარე ამ ტექნიკურად ესე იგი ის მოხმარებას. შემდეგ, როდესაც შეასრულეს თავის ფუნქცია,
პირადად სახში მაგ რელიკვია დიდი ხნის განმავლობაში პირადად მაო ძედურმა გადაცა მამაჩემს გეძე დაგვია ორდენი დახმარებისთვის ჩინელი კოლეგებისთვის ეს ჩემო ჯახში აი ეს მაო ძედურის და ეს მითოდა მეთქვა ცოტა გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ აუცილებლად მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ძვირფასი ვია ჩვენგან ჯახში. აი ეს მინდოდა მეთქვა და ეხლა ფილმს დავიწყებ ნახავთ და შემდეგ ვისაუბრებ. ეხლა შეიძლება ეხლა თქვენის ნებართვით სიტყვას გადავცემ მის აღმატებულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ ჭაო ციენს. Vote.尊敬的藤吉兹马拉尼亚导演，尊敬的托拉泽议员先生，尊敬的赛义特马梅多夫大使阁下，各位朋友们，大家晚上好。პატივცემულო ბატონო თენგიზ მალანია, პატივცემულო ბატონო გიორგი თორაძე, პატივცემულო ბატონო ვლადიმერ ბოჟაძე, ასევე პატივცემულო ელჩო დოვლეტმირად სეიდმამედოვ, მეგობრებო, საღამო მშვილობის. 非常高兴能够出席今天的首映活动，和大家一起见证《文化拯救世界》这部纪录片的首映式，也非常荣幸此前能够应马拉尼亚导演的邀请，参与了纪录片的拍摄。电影呢是文化的载体，交流的桥梁，优秀的影视作品能够拉近人与人的距离，增进不同文明间的相互理解。非常感谢马拉尼亚导演对中俄关系的关注，对两国文明交流互鉴的重视。我相信看完纪录片后，各位朋友们将更深刻地感受到文明因多样而交流，因交流而互鉴，因互鉴而发展。 მოხარულია რომ ყველას ცენტრად ვესწრებით დღევანდელ ღონისძიებას და კულტურა გადაარჩენს სამყაროს ფილმის პრემიერის მოწმევად. ჩემთვის ასევე დიდი პატივი იყო რომ რეჟისორის ბატონი თენგიზ მალანიას მოწვევით მონაწილეობა მივიღე დოკუმენტურ ფილმშიც. ფილმი კულტურის მატარებლისა და მიმოწვლის ხიდის ფუნქციას ასრულებს. შესანიშნავ ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს შეუძლიათ ადამიანების დაახლოება და სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის ურთიერთკავშირის გაძლიერება. ძალიან მადლიერი ვარ ბატონი თენგიზის, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისადმი მისი ყურადღებისა და კულტურულ გაცვლასა და ერთმანეთისგან სწავლაზე აქცენტის გაკეთებისთვის. ჯერა დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ კიდევ უფრო უკეთ გავიგებთ, რომ მრავალფეროვანი ცივილიზაციები ვითარდებიან გაცვლისა და ურთიერთსწავლების გზით. 当今世界是一个地球村，各国的依存呢是相互的，文明的交流互鉴呢，正如生态系统的多样性一样呢，在人类的发展过程中呢，起到了非常重要的作用。正因如此呢，中国国家主席习近平提出了全球文明倡议，倡导尊重世界文明的多样性，坚持文明平等、互鉴、对话、包容，反映出中华民族和中国领导人对和平、和睦、和谐的执着追求。这一重要倡议对增进各国人民相知相亲、构建合作共赢的美好世界具有重要意义。 საერთაშორისო საზოგადოება შეიძლება ითქვას ერთი გლობალური სოფელია, თითოეული ქვეყნის მომავალი და ბედი მჭიდროდ არის გადაჭარბული ერთმანეთზე. სხვადასხვა ცივილიზაციების თანაარსებობა, მათ შორის გაცვლა და ურთიერთსწავლება შეუცვლელ როლს ასრულებს კაცობრიობის საერთო განვითარებისა და პროგრესის ხელშეწყობაში. სწორედ ამ მიზეზით წამოაყენა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცინპინგმა გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემას და მათ შორის თანასწორობის, ურთიერთსწავლების, დიალოგისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვას ემსახურება. ეს ასახავს ჩინელი ერის ურყევს სწრაფას, მშვიდობისა და ჰარმონიისკენ და დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაძლიერებისთვის, ასევე როგორც კეთილ სამყაროს შედეგისთვის. 中俄两国呢都是有着悠久历史的文明骨骼。格鲁吉亚呢是以葡萄酒的发源地而闻名，而中国呢在历史上也为人类贡献了茶、
火药和丝绸等重要的物资。两国虽然大小体制不同，但始终坚持相互尊重、平等交往，追求合作共赢、共同发展。近年来，中俄关系不断向前发展，各领域务实合作结出了巨大的成果，极大造福两国人民。根据中方的统计呢，2025年两国贸易额已经达到了27.01亿美元，同比增长10.5%。双方已经完成了自贸协定升级谈判，就在不久的将来，可能下个月就将正式签署有关议定书，从而帮助格鲁吉亚的葡萄酒等更多的优质产品以零关税的便捷进入有14亿人口的中国大市场。同时，得益于互免签证的政策，两国人员往来日益密切。去年来格的中国游客数量达到了创纪录的12.79万人。格鲁吉亚教育部将中文纳入了义务教育阶段的课程。两国呢还签署了高等教育学历的互认协定。首个格鲁吉亚语的专业也在中国的北京外国语大学正式招生，这都进一步促进了两国的民心相通，树立了国家间交往的典范。ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციების მქონე ქვეყნებია. საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ჩინეთი ჩაისა და აბრეშუმის. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყანა ზომითა და სისტემით განსხვავდება, ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ და ჩართული არიან თანასწორ გასვლაში. ჩვენი ქვეყნები ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობასა და საერთო განვითარებას ისახავენ მიზნად. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება, სხვადასხვა სფეროში პრაგმატული თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგებს იძლევა, რასაც ორივე ქვეყნის ხალხისთვის დიდი კეთილდღეობა მოაქვს. ჩინეთის უახლესი სტატისტიკის თანახმად 2025 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 2.7 მილიარდ $. მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-ით მეტია. ჩინეთმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე და მალე ხელს მოაწერენ შესაბამის პროტოკოლს, რაც ხელს შეუწყობს მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის ნულოვანი ტარიფებით შესვლას 1.4 მილიარდი მოსახლეობის მქონე ჩინეთის ბაზარზე. უბიზო რეჟიმის პოლიტიკის წყალობით ორი ქვეყნის ხალხებს შორის მიმოსვლა უფრო და უფრო ხშირდება. 2025 წელს საქართველოს რეკორდული რაოდენობის 127,900 ჩინელი ტურისტი ეწვია. გასულ წელს საქართველოს განათლების სამინისტრომ სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩინური ენა შეიტანა. ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა უმაღლესი განათლების ხარისხის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებას. პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტმა კი სტუდენტების მიღება დაიწყო ქართული ენის სპეციალობაზე, რომელიც პირველია ჩინეთში. ამ ყოველივემ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგებას და ქვეყნებს შორის მიმოცვლის მოდელი შექმნა.昨天呢，是这个乌克兰危机爆发的4周年，世界的局势动荡不安，这让和平呢显得尤为可贵。维护世界和平稳定，促进不同文明和谐共生，需要我们所有人的共同努力。我们愿与包括格鲁吉亚在内的所有国家和朋友一道，以全球文明倡议为引领，坚持平等交流、开放合作、互利共赢，携手推动构建人类命共同体。我也希望通过这部纪录片呢，格鲁吉亚的朋友能够更多的了解中国，也未来有机会去中国看一看、走一走，为两国的合作和友谊做出更大的贡献。谢谢大家。 დღევანდელ არამტკიცად მსოფლიოში მშვიდობა კიდევ უფრო ძვირფასი და დასაფასებელია. მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სხვადასხვა ცივილიზაციების ჰარმონიული თანარსებობის ხელშეწყობა ყველა ჩვენგანის ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივის წინამძღოლობით დავიცვათ თანაბარი გაცვლის, ღია თანამშრომლობისა და ურთიერთსაგებლიანობის პრინციპები, რათა ერთად შევუწყოთ ხელი კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შენებას. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი დღევანდელი ფილმის შემდეგ უფრო კარგად შეიცნობს ჩინეთს. დიდი მადლობა ყველას. Merci მადლობა ატომელს ახლა თქვენის ნებართვით მინდა მოვიწვიო მისი აღმატებულება თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი დოვლეთმირად სეითმამედოვი. გთხოვთ ბატონო.
დიდი მადლობა. Excellency. Dovarno katnaskare polestere Turkmen gurdi katnaskare çumuşturmak yapardı ezde taparlar şeylerim medeniyen tabi okumaktas medeniyet işlerden dörücü katnaskare çünkü şeylerin dörüdürmek alem bilen ulanlarda kılmaktasın bekledilmeyi bunu orada eğleyen Türkmenet'te sakatlığı sahiplerinde tradisyonel ve dokumentat Onların Türkmenet'te istemese de olması yakin. Mahali donis kulturida humanitarian თანაშრომობა kulturis მოღვაწეების შემოქმედებითი თანაშრომობის პირობების შექმნა და მეცნიერებასთან განვითარებაში არქეოლოგიის სისტემის მნიშვნელოვანი საფუძვლებს თურქმენეთს საქართველოს კავშირების განმტკიცებას. Dedim geçen de Aşkat'ta Beykurt'un şaheri Şotostavel'den yadırı dikkatle Skum Devlet Üniversitesi'nde Matumka'ya Admutörün auditoriyasının açılmağı, onun boşluğunu yolunu fırdıydığını neşredilmeyi, Türkmenistan'ın Gruzya'daki çıkan Gruzya kinematografya bilen birlikte Türkmen filmlerin görkezişini kurmadı. Her yıl Türkmen alanları, Sindari, Soğuk Festival'ına, ona başka da Gruzya'nın Medeniyet Ministeri'yle birlikte Gruzya'da Türkmenistan'ın medeniyet bunların kurmamakla değişti işlerin bariyerler. Bu gazetenin Maşkabaçı شما می‌دانید مدت قرار یه تاریخ دیگر رو غیر کنم قدم نمی‌رم یقینا تاستم می‌شوف بریا فیلم قرار أكبرها حصلنا يقين اسمه وفاء سبيل ديان شنو تقارب بنيات بول درا مدني دبلوماسية ثم وشان وشوفنا كيف يركب منيا. ასეთი კულტურული ღონისძიებების საშუალებას აძლევს ხალხებს ფერდაიხსნეს ერთმანეთის ისტორია, ტრადიციები და თანამედროვე მიღწევები. რაც უნებრივია, რომ ეს ფილმი მნიშვნელოვანი შეიტან კულტურული დიპლომატიის განვითარებაში, რაც ხალხებს შორის შემდგომ დაახლოებისა და მშვიდობის განმტკიცების მიერ საფუძველს წარმოადგენს. მიბაძეთ დიდი სიამოვნებით სიტყვა გადავცე საქართველოს პარლამენტის დეპუტატს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ ლადო ბოჟაძეს. მადლობა თქვენგის. მოგესალმებით ხალხო და ბატონებო, დიდი პატრიოტიზმით მოგესალმებით ჩინეთის ეს ბატონ ჯოიციენს, მოგესალმებით თბილისის ეს ბატონ დოკუმენტაციით მოგდოს, ბატონ თენგის ბატონ გუგიმის შემოქმედებით ჯგუფს. აგლომი და გადაუხადა კულტურის სამინისტროს იმისათვის, რომ დააფინანსოს ამის გადაღება და ეცქონდა პარტიული ჩართული ყავიან პროცესში და დავიწყოთ ყველაცი საინტერესო და
და სასიამოვნო 25 წუთი ველოდება. მნიშვნელოვანია, რომ ლევანდელი ფილმის პრემიერას ორი სახელმწიფო წელი შეესწრება, ეს კიდევ ერთხელ მითითებს მათი ჩვენი პატივისცემის და დამპატივისცემის დამოკიდებულებაზე ერთმანეთის მიმართ, ჩვენ ტრადიციულად მეგობრობა, პარტნიორები ურთიერთობები ვაკავშირებს და მათი მოგზაურობა კიდევ ერთი პატივისცემის დამოკიდებულება ბატონეთის პიროვნების მიმართ და მისი შემოქმედების მიმართ. მადლობა და წარმატებები მოხდეს. მადლობა. ახლა გთავაზობთ ფილმს. კულტურა გადაარჩენს სამყაროს. დანარჩენი მე თქვენი ნიჭის და აღქმის დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ უდიქტორო ფილმით აბსოლუტურად ყველაფერი გასაგები იქნება, იმიტომ რომ ჩვენ შევეცადეთ კინოენით გვეთქვა ჩვენი სათქმელი, რაც თანამედროვე კინოს თანამდები ატრიბუტია. მადლობთ გასწავლო ყურადღებით ნახვა. შედგა ეხლა მოვიწვიო ჩვენი გადაფრები ჯგუფი გთხოვთ ბატონო დავით გუჯაბიძე ჩვენი კინოოპერატორი მოგზაურით ბატონი თვითონ ჩვენი მცირე ჯგუფი იყო მცირე ჯგუფი უდიდესი შრომა ბატონი დავით გუჯაბიძე თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი მე ხუმრობდი ხოლმე ელჩებთან რომ მივდიოდი და რომ პროფესორზე ნაკლები ოპერატორი მეუთხარი არ გვეკადრება ჩვენ მეთქი და რა თქმა უნდა ეს დიდი პატივი იყო მასთან მუშაობა ჩვენი პროდიუსერი ჩვენი ყველასათვის საყვარელი რეჟისორი და ოპერატორი და დაუღალავი მოღვაწე და კინოს
უსომოდ შეყვარებული ჩვენი ნიკოლა აღაშვილი. თუ გნებავთ ბატონო ელჩებო, ბატონო დეპუტატო, თუ გნებავთ ან ნებისმიერს, ეხლა ბატონი რომანის სიმღერა ცხილაძის, ნუ დახატა როიტყვიან რა, ესე იგი, სულ არ გაინტერესებს რა ტექსტია, აი მისი იმპროვიზაციები და ორანჟირება, ნუ მსოფლიო დონეა და თუ გნებავთ აყობძანდით თქვენს, გნებავს კი არა, მინდა რომ ხალხმა გადაიღოს ეს კადრები. აი ცოცხალი ლეგენდა ჩემი ძვირფასი ასე რომ აყობძანდით
Thank you.